გმადლობთ კახა კუკავას მოусმინოთ. კი ბატონო, პირველ რიგში სანამ ამ თემაზე გადავიდეთ, სულ პატარა რეპლიკით მინდა ქართულ საზოგადოებას მიულოცოთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ხელისუფლების ცდილობას რომ მასკარადის და საცირკო სანახაობის გზით მიეღო კონსტიტუცია ჩავარდა და დღეს თბილისმა მე ვფიქრობ ნამუსი მოსწმინდა აი მთელს ჩვენ საზოგადოებას და არ მისცა ხელისუფლებას ადმინისტრაციული აპლოდისმენტების ქვეშ ამ მასკარადის დადგმის საშუალება. რაც შეეხება ამ თემას, ეხლა ყველა იმ აქცენტს აკეთებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება მნიშვნელოვანია ისიც მიწები და მე რამდენი ვადით ინიშნება თორდია, მე როგორც ადამიანი, რომელსაც გამოვლილი მაქვს სააკაშვილის რეჟიმი მთლიანად, მე იმ აქცენტებს გავაკეთებ, რაც პირველ რიგში თვალში მეცა. პირველი. ეს არ არის პირველი საქმე, როდესაც ხვირპირი დაამტრიეს ადამიანს სავარაუდო პოლიტიკური მოტივით, როცა ვიძახით, რომ დაველოდოთ გამოძიებას, ველოდებით ხვედელიძის საქმეზე გამოძიებას, ისევე როგორც ველოდებოდით ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოძიებას და თვალს თუ დავიბრმავით. არის სადამსჯელო ბრიგადები, რომელსაც აქვს პირველი პირისგან ხელშეუხებლობის გარანტია. როგორც კაციშვილი მარტო მხედრიონი არა, როგორც ახალაიას და სანოძეს. კაციშვილი ვერ ახლებდა ხელს და ყველა მიცოდა, რომ ქალაქში დადიოდნენ სადამსჯელო ბრიგადები. ვერც ერთი პროკურორი და მოსამართლე ვერავითერს ვერ გაუბედავდა. ასევე ხვედელიძის ცემელებმაც. ასევე ფარცხალაძემაც ძალიან კარგად იცის. სულ ერთ ადგილას კიდია მოსამართლეს და პროკურორიც. მეორე, რაც ჩემს ასე ვთქვათ, პარალელები მინდა გავავლო, ეს არის რომ თვითონ ამ ხელისუფლებას რაც ჰქონდა მთავარი სათქმელი და მართლა ჰქონდა. რომ კი გვაქვს ბევრი დარღვევები, გვაქვს ბევრი ჩავარდნები, მაგრამ აი რეპრესიულ მეთოდებს მაინც ხوار ვიკენებთ. აი ხალხს ხვირპირს ხوار ვამტრევთ ქუჩაში დაშეჩერებამ, ესეც გაქრა. ესეც გაქრა ჩვენ უკვე ვუყურებთ რომ აი ხვედელიძის საქმე ვითომ ჩაიარა, როცა ხვედელიძის კადრები გადიოდა, მე უბრალოდ იმდენჯერმა ვალერი გელაშვილის დალეწილი ხვირპირი, ჯერ ნაყურები და მე გაგზავნილი სხვადასხვა ევროპის დედაქალაქებში, რომ აი პირდაპირ წარმომიდგა, აი ზუსტად იდენტური კადრები იყო. ეხლა კიდე მეორე ფაქტი და ხელისუფლებას ეხლა ბოლოს რაც მინდა თქვა აქ ჩემი მეგობრებიც არიან, კოლეგებიც არიან და რა მნიშვნელობა აქვს. ეს პოზიცია რომ დაველოდოთ გამოძიებას საქართველოსნაირი ტიპის ქვეყნებში არ არის ადეკვატური. როცა მოსამართლე ყავს მურუსიძე, ჩინჩალაძე მიამატეს ახლა კიდე უვადოდ დანიშნეს რამოდენიმე დღით, როცა პროკურორი ყავს შოთაძე, დაველოდოთ გამოძიება, ეს არის ძალიან კარგად მახსოვს სააკაშვილის კარის პოეტები და მომღერლები, როცა გირგულიანის კვლელობის გამოძიებას ვითხოვდით, აი ასეთი დაყენებული სახეებით გვეუბნებოდნენ. კარგით რა, დაველოდოთ გამოძიებას, აცალეთ პროკურატურას და ვნახეთ, რაც ოცალეთ პროკურატურას და ბოლოს რაც მინდა დავამთავრო. რა თქმა უნდა, თორდია არის ნამდვილად ყოფილი ნაციონალი თუ პორტირებული ნაციონალი, ესე უფრო ზუსტი იქნება ტერმინი, მაგრამ მოდი ვიყოთ სამართლიანები რა, ეხლა არც მიშას ნუ მოუწმინდავთ პირის და არც ბიძინას იმეებად ნუ ვიქცევით ლეღვის ფოთლებად. როცა ლაპარაკობთ, რომ თორდია არის პორტირებული ნაცი, უნდა ვთქვათ, რომ თორდია იმ იერარქიაში ნაციონალური მოძრაობის რაღაც ლეიტენანტი იქნებოდა. აი ფარცხალაძე პოლკოვნიკი იყო და ამასაც ნუ დაუგვირცხებთ, რომ ფარცხალაძე იყო მაშინაც ერთ-ერთი მსხვილი რეკეტიორული სტრუქტურის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ატერორებდა მთელ საქართველოს. თორდია მე მგონი მანდატური იყო და ეხლაც გადმოიბარა ამ ადამიანმა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენები. ამიტომაც ამას გასაგებია რომ ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს და ვერ გამოიძიებს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად არ უნდა მივცეთ საშუალება რომ ესეც მიაფუჩეჩონ როგორც ხვედელიძის საქმე მიაფუჩეჩეს და დადგება დრო როგორც მელნიკოვი და სხვები წარდგნენ დღეს უკვე სასამართლოს წინაშე, ფარცხალაძესაც მოუწევს აუცილებლად თავისი დამსახურება. გაიჟღერა იმან რომ აქ შეიძლება დასკვნაში მოხდეს მერიის საკითხი მიწების გადაცემის თემა. გაქვთ თუ არა